სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი Facebook-ის ქართული თამაშის მეღვინის პირველი ეტაპი დასრულებულია 3 გამარჯვებულს პრიზები გადაეცათ. პირველ ადგილზე გასულ ეკა სიხარულიძეს სტამბულში ორკაციანი საგზური, მეორე ადგილზე გასულ ლევან წვიტინიძეს სასტუმრო კომპლექსი შატო მერეუმას პინძლებს. მესამე ადგილზე გასულმა კი ქართული ღვინოების ნაკრები მიიღო. თამაშის მეორე ეტაპი 22 ივნისს დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება. პირველი ტურის გამარჯვებული მოვიგე საგზური, ისთვისაც მადლობას გადავხდი კიდევ ერთხელ travel shops და ასევე მინდა ყველას მოუწოდო რომ ითამაშონ, რადგან გვიშინ დაიწყო მეორე ტური და ვუსურვებ ყველას მოგებას. ქართული ღვინო არის ჩვენი კულტურის ნაწილი. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ 20,000 მოთამაშემდე მიიღო მონაწილეობა ამ თამაშში და უფრო მეტ აქტივობას ვარაუდობთ მეორე და მესამე ტურზე. ძალიან მოხარული ვართ, რომ აი Facebook-ის მრავალი მოთამაშე ქართული პროექტი ჩაერთო და რაც თავი ის ეს არის ღვინოსთან დაკავშირებული, ანუ ისაც ისიც ვამაყობთ და ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ ჩართულიყავით ამ პროექტში და აჯი დავაჯილდოთ პირველ ადგილზე გასული ორ ადგილიანი ორკაციანი საგზურით. ანსამბლი